გამარჯობა, ეთერშია ინფორმატორი და იმაზე რაც მოხდა ახალი შოუ ბიზნესში, ვინფორმატორებ მე, ლუკა. 2003 წლის აპრილში პარიზში დარბაზ ოლიმპიაში ქართულ და ფრანგ შემსრულებელთა გალა კონცერტი გაიმართება. ეს იდეა ფრანგ პროდიუსერს სერჟ პოლანსა და საქართველოს ელჩს საფრანგეთში გოჩა ჩიგოვაძეს ეკუთვნის. იდეა აღტაცებით იქნა მოწონებული თბილისის მერიის კულტურის სამსახურის მიერ და მზადებაც დაიწყო. უკვე ცნობილია რამოდენიმე დეტალი, მაგალითად ის, რომ დამდგმელი რეჟისორი დათო საყვარელიძე, ხოლო პროდიუსერი ნატო დუმბაძე იქნება. ქართულ შემსრულებლებს ქართველები შეარჩევენ და ჩვენი მიზანი იქნება ქართული კულტურის საუკეთესო მხრიდან გაშუქება. ფრანგებს ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ. ყველა შემსრულებელმა ცოცხლად უნდა იმღეროს. ქართულ მუსიკოსებს აკომპანირებას თბილისის ჯაზ ბენდი გაუწევს. ჯერჯერობით მარჯანიშვილის თეატრში მხოლოდ მცირე ჯგუფი გამოცხადდა ქართველი შემსრულებლებისა. დაგვახვედრებს კიდე ეს მოცეკვავე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, რომ აი იქ საუკეთესო ქართველი მომღერლები, რა ვიცი, ესე ცოცხალი შესრულებით, აი დღეს უსმენთ ჩვენ ჯაზბანდსაც, გამოსულიყვნენ პარიზში. სექტემბერს ავსტრიაში ქართული კულტურის დღეების გახსნაა დაგეგმილი. თუმცა, როგორც ფესტივალ ტაბლას ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მემანიშვილი აღნიშნავს, ფესტივალი შეიძლება საერთოდაც არ ჩატარდეს. გუშინ სამი მხატვარი და რატი, რომელიც უკვე გაფრენილიყვნენ, ფაქტურად იმის გამო, რომ კონსულმა არ ინება, რომ გადახედოს დოკუმენტაციას, ჯერ ვერ დარჩნენ და უბრალოდ ღმერთს მადლი, რომ ქალბატონმა ავა ბერგერმა, რომელიც ავსტრიის ავიახაზების ხელმძღვანელია საქართველოში, გაგვიგო ეს, აბსოლუტურად გაგვიგო და მათი ბილეთები გადაიტანა ახლა 14 რიცხვზე, მაგრამ 14 რიცხვში ვინმე გაფრინდება თუ არა დღემდე არ ვიცით და მით უმეტეს 15-ში კიდე მთელი ჯგუფი გაფრინდება როგორ გაფრინდება. ჩემთვის მაგალითად როგორც ქართველისთვის ძალიან შეურაცხყოფელია თვითონ ის ფაქტი, რომ ქართველი როგორი მოგზაურებს თავისუფლად ამდენი ქართველი, რა ქვია, ავსტრიაში და ეს რომ საშიშია და სადაოა და კითხვის საკითხად ჩნდება და იბადება, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელია, არა როგორც კონკრეტულად ინდივიდისთვის, არამედ იმ სახელმწიფოს შვილისთვის, რომელ სახელმწიფოშიც მე ვცხოვრობ. ჯერჯერობით კონსულმა ვერ მოიცალა, როგორც ჩანს, ჩვენი საბუთებისთვის. ამ დროს წელიწად ნახევრის უკან დაგეგმილი ფესტივალი ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის. დათო ხუჯაძე თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში ახალი სიმღერის ჩაწერას აპირებს. ცნობისათვის გეტყვით, რომ სიმღერა არ მინდა რომ გული გადგინო პირველად დათომ რუსულ ენაზე, ხოლო მოგვიანებით უკვე ქართულად, საკუთარ სოლო კონცერტზე შეასრულა. დათო თავდაპირველად სიმღერის ჩაწერას, ხოლო შემდეგ კლიპის გადაღებასაც აპირებს, სავარაუდოდ მოსკოვში. სიმღერის მუსიკა და ტექსტი თავად დათოს ეკუთვნის. საინტერესოა ისიც, რომ სტუდიაში ყოფნისას აღმოვაჩინეთ, დათო ხმის რეჟისორის მოვალეობებსაც ხანდახან არაჩვეულებრივად ითავსებს. რომ პანორამაშია. ეთქურშია მეთქვა. და სმოთავი მაგრეტორი მეშლის. და თუ მოიგ მაინც უნდა იყოს მაგ ყველა ვარიანტში, რა ეს ხომ მაინც ხმა დაგლავებს. აკე რა ხმაზე ვერიგ ვარ? აბა, აი გაიფუშტა. მაკიდან თემ. დაწყება კარგი. აჰა. ნუ ეს სიმღერა მეკუთვნის მე, ისევე როგორც ტექსტი, ისევეც მელოდიაც. კომპოზიტორად არ მთლიან კომპოზიტორად, მაგრამ ჩემს სიმღერას მე ვწერ ხოლმე საერთოდ. ნებისმიერი მუსიკოსი ხო, ვინც რაღაცას აკეთებს და წერს რაღაც სიმღერას, ხო, რაღაცას. თვითონ იცის უკვე, რა თქვა, რა უნდა როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა ჟღერდეს, რა უნდა ჩანდეს, ხო, მე კი მინდა რომ თქვა რაღაც მხრივ რაღაცა სიუჟეტური იყოს.
მაგრამ საქართველოში პრობლემა არის სიუჟეტური კლიპის გარდა, იმიტომ რომ სცენარი, თუმცა სცენარისტები არ არის, ну, კლიპი იღება როგორ, ну, რეჟისორი იღებს კლიპს, მაგრამ იქ არ არის, თქვა, არ მუშაობს სცენარისტი, არ მუშაობს მხატვარი რაღაც, ყველაფერს ერთი კაცი აკეთებს. დიდი სურვილი მაქვს, ეს კლიპი თქვა რუსებმა გადაიღო. დღეს საღამოს 9 საათზე კავკასიის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის სიფას გახსნა მოეწყო კინოსახლში. ჩვენება დილიდანვე დაიწყო. კინოსახლში წარმოდგენილი იქნა სარეკლამო კომპანია ოგილვის სარეკლამო რგოლები. ფესტივალი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ინფორმატორი, რა თქმა უნდა, ოპერატიულად მოგაცდით ყველანაირ სიახლეს. თერთმეტ სექტემბერს ამერიკაში დატრიალებულ ტრაგედიას ქართველი დრამატურგებიც გამოეხმაურნენ. დღეს კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის სატრანზიტო ზოლის პრემიერა შედგა. თეატრის სხვა მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას ამერიკის კონსულიც იღებდა. ასეთ ორიგინალურ შემადგენლობას ისიც დაემატა, რომ სპექტაკლის აკომპანირებას თანაც ცოცხლად ქართული ჯგუფი ჩვენ აკეთებდა. გაირკვა, რომ ამერიკის კონსული თურმე, როდესაც პანამაში მუშაობდა, იქ თამაშობდა და ასევე ერთი მსახიობი, რომელიც მოცეკვავე უნდა იყოს, ეს არის ვანესა, რომელიც ასევე დიპლომატია და მუშაობს ამერიკის საელჩოში. გამოთქვა ესეთ სურვილი, რომ ერთად გვეთანამშრომლო და ეს ყველაფერი დაგვემთხვია 11 სექტემბრისთვის და დაემთხვა კიდევაც. სასიამოვნოა, იცი? იყო თავიდან ისეთი მომენტი, რა ფიქრობდი, რომ, ну, რა ვიცი, ხა არა პროფესიონალებმა იქ რაღაცა ესა, მაგრამ გიორგი მამას თავი მოუყარა ყველაფერს ისე გააკეთა, რომ სანერვილო აღარ დატოვა. ნამდვილად უნდა წახვიდეთ აქ. არა.